მენეჯმენტი არის პროცესი, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციული მიზნების ეფექტურად და ეფექტიანად მიღწევას დაგეგმვის, ორგანიზების, ლიდერობისა და კონტროლის მეშვეობით. ქვემოთ მოცემულია მენეჯმენტის საფუძვლების სიღრმისეული ანალიზი. პირველი, დაგეგმვა, planning. დაგეგმვა მენეჯმენტის ფუნდამენტური ფუნქციაა, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის სამომავლო გზას. იგი პასუხობს კითხვებს: სად ვართ ახლა და სად გვინდა ვიყოთ? მისია და ხედვა, ორგანიზაციის არსებობის მიზნისა და გრძელვადიანი მისწრაფებების ჩამოყალიბება. სტრატეგიული დაგეგმვა, გრძელვადიანი მიზნების დასახვა, ჩვეულებრივ 3-5 წელი, რომელსაც უმაღლესი რგოლის მენეჯერები ახორციელებენ. ტაქტიკული და ოპერაციული დაგეგმვა, მოკლევადიანი ნაბიჯების გაწერა, რომლებიც საჭიროა სტრატეგიული გეგმის სისრულეში მოსაყვანად. SWOT ანალიზი, ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების შეფასება. მეორე, ორგანიზება, organizing. მას შემდეგ, რაც გეგმა არსებობს, მენეჯერმა უნდა მოახდინოს რესურსების, ადამიანური, ფინანსური, მატერიალური მობილიზება და მათი სისტემაში მოყვანა. სტრუქტურის ჩამოყალიბება, იერარქიის განსაზღვრა, ვინ ვის ექვემდებარება. უფლებამოსილების დელეგირება, დავალებებისა და პასუხისმგებლობების განაწილება თანამშრომლებზე. რესურსების განაწილება, ოპტიმალური რაოდენობის ინვენტარისა და ბიუჯეტის მიმართვა კონკრეტულ დეპარტამენტებში. მესამე, ლიდერობა და მოტივაცია, leading. ეს ფუნქცია ორიენტირებულია ადამიანებზე. მენეჯერმა არამხოლოდ უნდა გასცეს ბრძანებები, არამედ შთააგონოს და მართოს გუნდი დასახული მიზნების მისაღწევად. კომუნიკაცია, ინფორმაციის სწორი და დროული გაცვლა ზედა და ქვედა რგოლებს შორის. მოტივაციის თეორიები, თანამშრომლების წახალისება, მაგალითად მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის ან ჰერცბერგის თეორიის გამოყენებით. გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა და პოზიტიური კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბება. მეოთხე, კონტროლი და შეფასება, controlling. კონტროლი არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება შესრულებული სამუშაოს შედარება დასახულ გეგმებთან და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება. სტანდარტების დადგენა, კრიტერიუმების განსაზღვრა, რის მიხედვითაც შეფასდება წარმატება, მაგალითად გაყიდვების მაჩვენებელი, ხარისხი. შესრულების გაზომვა, რეალური შედეგების მონიტორინგი. კორექტირებადი ქმედებები, თუ შედეგი გეგმას ჩამოურჩება, მიზეზების დადგენა და ხარვეზების გამოსწორება. მეხუთე, მენეჯმენტის დონეები. ორგანიზაციაში მენეჯერები სხვადასხვა საფეხურზე დგანან და მათი ფუნქციებიც განსხვავებულია. უმაღლესი რგოლი, top management. პასუხისმგებელნი არიან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, მაგალითად CEO, დირექტორი. საშუალო რგოლი, middle management. ახორციელებენ ზედა რგოლის გეგმებს და